ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. ბოლნისის და გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლები მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გახსნა. მინისტრის სკოლების განახლებულ ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გაეცნო. ორივე სკოლა ჯამში 650 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტების ჯამური ღირებულება 6.600.000 ლარამდეა. სკოლების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. აღნიშნული პროექტი გულისხმობს სკოლის არამხოლოდ ინფრასტრუქტურულ განახლებას, არამედ შინაარსობრივ განახლებას. ჩვენი მიზანია ახალ უსაფრთხო გარემოში მოსწავლეებს ჰქონდეთ უკეთესი სასწავლო შედეგის მიღწევისათვის საჭირო ყველა პირობა შექმნილი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ განათლების სამინისტრო ვზრუნავთ სასწავლო პროგრამების, სასწავლო სტანდარტების, საგნობრივი სტანდარტების განახლებაზე და რა თქმა უნდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად. ქვემო ქართლის რეგიონს კიდევ ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა შეემატა. ეს არის ქალაქ ბოლნისში, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ სამგორში. ასევე აღსანიშნავია, რომ აქტიურად მიმდინარეობს ყველა მუნიციპალიტეტში სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციები. 9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ამ წუთებში, ასევე 10 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ჯამურად 5,000-ზე მეტი ბავშვი ისარგებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით. რეაბილიტაცია იმაზე კარგი და უკეთესია, ვიდრე ჩვენ ველოდით, იმიტომ რომ ევროპული სტანდარტებით არის აღჭურვილი ჩვენი ახალი სკოლა, ადაპტირებულია ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსწავლისათვის. აქამდე რაც არ იყო გაიხსნა ექიმის ოთახი, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვის სხვადასხვა ადაპტირებული ლიფტი, მაგალითად პანდუსი და ასე შემდეგ. და ინფრასტრუქტურა ზოგადად შიგნითაც ისეთი განახლებულია ავეჯიც, ინვენტარი და ყველაფერი, რომ ძალიან დიდი мотиваციაა.